ზუგდიდი მესტიის ავტომაგისტრალი დღეს 1 საათით სოფელ რიყის მოსახლეობამ გადაკეტა. საპროტესტო აქცია ადგილობრივმა მოძრაობას სამეგრელოს ხმის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს. აქციის მონაწილეები სასმელი წყლის აღდგენას და სოფლამდე მისასვლელი გზის მშენებლობას ითხოვენ. მათივე თქმით, წყლის მილების უკანონოდ ამოღების საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, რომელიც არაა რიყელი ხალხისთვის და ვარ დაჩაგრულები თავრობისგან. ზუგდიდში არ არსებობს თავრობა. არ არსებობს თავრობა. მე ვითხოვ რომ წყლის აღდგენას, გზის აღდგენას, გაგვიკეთონ გზა და მილები რომელიც მოპარულია, იმის აღდგენას ვითხოვ. ასე ვკეტად გზას არ მოდის გუბერნატორი, არ მოდის პროკურორი. ვითხოვთ სანამ პროკურორი და გუბერნატორი არ მოვა, ჩვენ არ დავიშლებით. აქ ვიქნებით გზაზე. სამეგრელოს ხმის ლიდერის თენგი ჯგუშიას განცხადებით მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა საოლქო პროკურორს და სამეგრელოს გუბერნატორს მათი პრობლემების მოგვარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ ჯგუშიამ შეკრებილებს საოლქო პროკურატურაში და სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივების მიერ შეტანილ განცხადებაზე მიღებული პასუხებიც გააცნო. ეს 85 წლის ქალბატონი აქაური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის გამო 5 კილომეტრიდან დააქვთ წყალი. მე უბრალოდ ვიცავ მათ უფლებებს და ბოლომდე დავდგები მათ გვერდში. დიახ, დღევანდელი გუბერნატორი იყო პოლიციის უფროსი იმ დროს. პასუხი არ არის. ვინმე დაიჯერებს, რომ პოლიციის თანამონაწილეობის გარეშე მოხდა ეს ამბავი. კონკრეტული პასუხი ადამიანებს არ აქვთ. დაიჭირეს უშუალოდ არა საქმის დამკვეთები, ამ დანაშაულის დამკვეთები, ტექნიკური შემსრულებლები, ვინც ტრაქტორი მიიყვანა იმ ადგილას, თორემ ერთი თვის განმავლობაში ორგანიზებული დანაშაული მიმდინარეობდა, პოლიცია ყურს არ იბერტყავდა. მოგვიანებით აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მივიდნენ გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა განმარტავს, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება და სავარაუდოდ წყალმომარაგების საკითხი რამდენიმე თვეში გადაიჭრება. მილების აღდგენას რაც შეეხება, წყალმომარაგების კომპანია ჩვენთან ერთად გამგეობასთან ერთად მუშაობთ ამ მიმართულებით. უკვე რამოდენიმე ჭაბურღილი, ანუ ჩვენ ალტერნატივასაც ვთავაზობდით და უკვე გასულ წელს ასევე მიმდინარე წელს მთლიანობაში ნაწილი უკვე ჭაბურღილების რეაბილიტირებულია და ასევე ვახერხებთ და იცის ეს მოსახლეობა ძალიან კარგად რომ რამოდენიმე თვეში რამოდენიმე ჭაბურღილი ამოქმედდება და უკვე პარალელურად მიმდინარეობს დაპროექტება იმისათვის რომ მილების რეაბილიტაცია მოხდეს. აქციის დაწყებიდან 1 საათში მოსახლეობამ ოლქის პროკურორთან შეხვედრის პირობა მიიღო. ადგილობრივები სამეგრელოს ზემო სვანეთის ოლქის პროკურორს გიზე უბილავას დღესვე შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ რიყის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ პროკურორისგან დამაიმედებელი პასუხი მიიღეს. შეხვდით პროკურორს, ძალიან მშვიდად ვისაუბრეთ, ყველა პრობლემაზე ჰქონდა საუბარი, კამათიც ჰქონდა, გულთან მიიტანა ჩვენი თხოვნა და თვითონაც აღნიშნა, რომ მე ახლა მოვედი ამ თანამდებობაზე და ადრე რაც იყო ჩატარებულიო, ამაზე პასუხს არ ვაგებოდა. აზი ამ ბოლომდე მიიყვანო ამ საქმეს. საზოგადოების მაღალმა მოქალაქეობრივმა პოზიციამ უკვე პირველი შედეგი გამოიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი კომუნიკაციით სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლების სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ეს საქმე მივა ბოლომდე და იქნება ძალიან ძლიერი პრეცედენტი საქართველოში, რომ ხალხი არავის არ აპატიებს ზურგის შექცევას. თემას პრეზიდენტის ერწყმუნებულის ადმინისტრაცია გამოეხმაურა გუბერნატორის მოადგილის კობა ქანთარიას თქმით, ლევან შონია ამჟამად თბილისში მივლინებაში იმყოფება და აქციაზე მისვლას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. ქანთარი ასევე აცხადებს, რომ ის და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი მზადა მოსახლეობას ნებისმიერ დროს შეხვდეს და მათი პრობლემების შესახებ მოისმინოს. ხალხზე ვართ ორიენტირებული და ნებისმიერ დროს მზადა ვართ მივიდეთ, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე. ამიგეთ. ანუ ამ თემას რაც შეეხება, ხა არ გვინდა რომ ეს პოლიტიკური რაღაც ჯგუფის მიერ იყოს რაღაც გამოყენებული საარჩევნოდ ან რაღაც სხვა მიზნებისთვის, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს შევხვდეთ კონკრეტულად ამ მოსახლეობას, რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტებს. მე ვიცი რომ დაკავებულია რამოდენიმე პიროვნება ამ თემაზე, ამ მილების თემაზე და მიმდინარეობს გამოძიება. აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი უახლოეს დღეებში ამავე საკითხზე შეხვედრას სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან გეგმავენ.